კიდე რო იწვიმა რა სითავხედეა. მარშრუტ გამოდის იქიდან. ხარ წუთში უნდა ჩავიდე, იმიტომ რომ მობრუნდება. კაი სიგრილი. კიდე კაი პოშტვიდე ჩავაც. არას უკლია 25. აი ეს გოგო ხალხო როგორ მიყვარს. დე ჩემი ცელოფანი რომ მოაქვს და გახიათა ხოდე. დილამშვიდობის. მერე დე მომეცი დე მე წამოგიღო მომეცი. დედი. როგორ გიხდება ქურთუ კიდე? მერე გაჩვენო დე? გაჩვენო მერე საყვარელო. შენი დაწნავი. ჩემო სიყვარულო წავედით მარშრუტ გამოვედი. გამარჯობა დე. სიყვარულო. მივირთვათ კარალიო კი. გაწმინდოთ გარეცხო აიღა. რა გინდა დედა? მალე წავალ სახლში დე. ჰაი, საღამოშტობის მეგობრებო, როგორ ხართ? აშვებით. ხო ხართ კარგად. საღამოს თითქმის 8 საათია, დაახლოებით 5, 6, 7, ჰაი, იყოს 8 წუთის გამოვედით. მე და მარიკო და ახლა ერთ-ერთი რაც მინდა რომ ვიგრძნო რომ ცოცხალიო არ ეს არის ყავა, არაფერი არ მინდა მეტი. აი, მარიამს გეფიცები. არაფერი არ მინდა მეტი. ერთადერთი რაც მინდა ეს არის ახლა ყავა, რომ უბრალოდ აზრზე მოვიდე სადვარ, რომ დავიქოქო და რაღაც გავაკეთო, ანუ მინიმუმ და მე რას ვეცებ ხერთ. სახლი მაინც მივალაგო ცოტა მინიმუმ. მაგრამ ამ ყველაფერს დაერთო ის რომ ფეხზე გამიჩნდა ხალხო მაზოლი ცხოვრებაში პირველად. ვერც გავიგერა იყო. არაფრით არ მომყიდეს რომ შება მაზოლი არ იყოსო და დაბეჟილი იყოსო და ჯერ დააკვირდიო მკლავს ისე მტკივა გამაგრებული არ არის. ჩემმა მეწყვილემ სავარაუდოდ მაზოლიაო ეგრეთ ჩაზო ფოტო ჩაუგდე. იქ არაო. და ელოდე ჯერაო როგორ გექნებაო და კაი მივთხარი დავიმუშაო ბეტადინი და ბაქაფური და ყველაფერი მოკლედ. თან ისეთ ადგილას რა გოგოებო. ანუ აი სული რო კივის. ორთიც თითის გვერდით, ანუ აი ისეთ ადგილას არის, რომ აი რო ჩაისვე ფეხსაცმელზე, რომ და გადავარდე დაახლოებით რო აგიხსნათ. სეგივი ყავა ჩვენი ყველაზე საყვარელი წყლის შემდეგ ოღონდ გოგოებო აუცილებლად. აი ხო არის ვიღაც კოკა-კოლაზე ჭაი და რო იტყვია ხოლმე ისე მიყვარს კოკა-კოლა. არა, ანუ აი არც ერთი სიცხე ხალხო, ეს რა უბედურება იყო. არც ერთი სიცხე მეთქი. არა მოუჭერი რა. ისეთი სითხე არ არსებობს, რაზეც ვიტყვი, რომ აი ეს არის რაც არა. აი ხო გეუბნებით, ერთადერთია წყალი, რასაც მე დედა მე არ ჩანება, არ ერთი წუთით ხარ ხო. რასაც რავი, ვერ დავივიწყებ და არ სული არ მაქვს ჩავანაცო და მე მგონი ყოლა ეგრე ვართ, მაგრამ ბევრისაგან გამიგია, რომ აი კოკა-კოლა რო არის, ეგრე არაფერი მიყვარს და ეგრე არ ვარ სიმართლესაც. მე არც არასდროს ყოფილო არა. მაგრამ ხანდახან იმ კოკა-კოლასაც მივირთმე, ხანდახან მეც წამომივლის ეს მინდა. არა და რო არ არის კარგი ვიცი, არ მითხრათ. ვიცი. მარიამოს ხა ერთ-ერთი რაც უნდა ეს არის შემწვარი კვერცხი, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი ჩემ კუსკუსას რაც აუცილებელია მირთმეული აქვს და ეხა ნამდვილად წიდე რამე მძიმე საკვები რომ დავაძალო შევა გააფრინოს ბავშვმა. ამიტომაც ხა ვიღაცის კვერცხი მძიმე ვარ ჩემი შვილისთვის დამიჯერეთ ხო საკვებია უფრო მძიმე. და რატომაც ეს კამერა ეგრე რომ გადმოვიგრიხე, არ ვიცი.
ამოვრეცხოთ 2 კინკილა ჭურჭელი. ეხლავე მოგხედავთ. ამარას ვისავე მე თქვენ ეგრე დაგტოვებთ. აი გარიგი ხედება. ესე იგი დღეს წავედით. რო გავიღუძე ხალხო. მე არ მეგონა თუ ცოცხალი ატკებოდი. იზე მეძინებოდა. აი მეთქი ანუ გათენდა და რატო? ისი ბრალი ახლა მე თქვენ გეტყვით. გავჭიმე კინოს ყურება, რამე. მე შევყევი სკროლვას. Facebook-ზე რა ხდება, დოდონას ბლოგზე, TikTok-ზე რა ხდება, YouTube-ზე რა ხდება ჩემთან და სადაც რო ავხედე და უკვე 2 იყო და 7-ის 15 წუთზე რომ მქონდა მაღუზა დახენებული მეთქი. და ოღონდ დედას გეფიცებით მე ენერგია მქონდა დღეს. მე არ ვიცი საიდან ვიღებ ამ ენერგიებს, მაგრამ სხვა. აი მარტო. რა, ულიო მეხე. ოღონდ ყველა მეკითხება ეგ ენერგიების მე თვითონაც არ ვიცი, თვითონ ყოლა არ ვიყოთ. მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ალბათ ჩემი შინაგანი ის არის რაღაცა საყარო თუ რაღაცა ესეთი ეძახით. ესეთი ენერგიული ვარ, მოკლედ რომ გითხრათ რა. მოდი ყავა გადმოვდგა და დავდგა მარიკოს ტაფა. მე ხონდა გამოვიღო კარაქი. მარიკო, რატომ ხარ ჩაყირავებული მაცივარში? ვაიმე, შუქს როგორ აწვალეს? გამომწანდი აქეთ შენ გოგო, გამოდი აქეთ. გამოდი ერთი შენ აქეთ. მიუხურე დედიკოს გოგო კარები დროზე. ჩქარა არ დავინახო ზედმეტ ისინი, რა ქვია. შენ რო იცი რაღაცა მაცივართან კონტაქტები. ხო, ანთებს ამ იმას, რა ქვია. შუქ ჩააკრობ, ანთებ ჩააკრობ. ხო და მე თვითონაც კი მიყვარს ხამე რომ ვიღებ ვლოგს. ჩემი მეუღლე არ არის სახლში. ამიტომ ორე სახში ხოლმე მაგისის არა გვაქვს ასე ვთქვათ დრო ძირითადად მე ვსაუბრობთ რაღაცები და ამასობაში დაწოლის დროს მოდის ხოლმე იქ სადილი კვიდა იქის კვიდა და ტინტი დალოცვილი ისე ჩვენივრად გამოიყურება ჩემი ტუჩი მე დედა ეს ვიწრო ტუჩი ეხლა და არაფრის მთქმელი მე დედა კი ნამთიჩი გავიყარე და ნაღმერთო თუმცა რა მავენე ხარ აი არ ვიცი შენაირი მამნი ადამიანი არ არსებობს არ დაგვეწყვას კარაქი მოდი აქეთ გადმოვიტანო ერთი წამით არ დავწყვათ და დაუნდობლად ჩავატყიდე და კვერცხი ვერ გავტეხე ეგეთი არაფერი გამოდი ხო კვერცხი ვერ გავტეხე ეგეთი გამოდის რამე უბრალოდ არ გესწრაფ ეგეთი რა კვერცხი იყავი შვილო თუ არის ხოლმე რაღაც რამეზე ლაპარაკობს ვიღაც ცალია ხოლმე ქათათებისთვის ივედებით მოვედებით 1000 რამეს აი მე რა მაგარი ვარ ასე თქვათ ეს გამოვიღე და ყველაფერი ვქენი ამის გარდა ყოჩა აი არ ვიცი აღჩვანებული ვარ გვანცაშინით მე ხა მინდა გოგო მარილი რომელიც მაქვს აი აქ და რატომ არ გადმოვყარე არ ვიცი გონზე არა ვარ მაღლა ვარ ეს არის რა ქვია მამაჩემთან რაღაცა გავრეთ მიხურეს კოჭლობით და ხობეთ ხა რატო გაიცი ხა მაზელი გამიჩნდა არ მკითხობთ ერთი 7 წუთი ვიწუწუნე აი მე რა ვქნაბა ვიღასთან ვიწუწუნო ის დავიწუწ ას აი მე ხალხო მე Facebook-ზე ამბავი მაქვს და TikTok-ზე იმდენად უფრო არა Facebook-ზე პედაგოგებმა შევჭამეს. პედაგოგებმა დამღრნეს ჩვეულებრივად და მიმანაგავეს.
ეს რა ვაკადრე თურმე პედაგოგებს და ერთი ყვავილი რა გაგიხდათ რომ გვამადლით და ანუ სასწაული ხალხო რა არის იცით ვიდეოდან რომ ერთი ყვავილი გაიგეს მარტო თუ ყვავილი რო გაიგეს და ვითომ რომ სხვა ვერაფერი ვერ გაიგეს იქ რაზეა ლაპარაკი ოღონდ ზუსტად რო ვიცი რომ გაიგეს რაზეა ლაპარაკი და ხალხო პედაგოგებს თავის დაშტერება არ გიხდებათ არა როგორ გაკადროთ აი ეს სიტყვა ეს დაშტერება არ გიხდებათ ხალხო ეხა მოდი რა გაატყავეთ თქვენ არა თქვენ რა შუაში ხართ ხალხო გაატყავეს იმ პედაგოგებმა შობლები რომელიც მოდი დავდეთ და თვითონ რომ გადმოსდის ან შეიძლება არის გადმოდის მაგრამ უკაცრავად და ტეროროა რა ყველა დღესასწაულზე ხალხო საჩუქრების ჩუქება გეხვეწებით გამოდით რა ამ გამოქვაბულიდან აღარ დაიღალეთ ხალხო დაიცე დავჯდეთ ესე იგი აქვს ერთი ამბავი რომ ეს რა გახდა თურმე თაიგული რა თაიგული ხალხო აი გადაჭედილია ხოლმე ჩემი მესენჯერი იმ პრობლემებით რასაც მე დუდუნათი ვაზიარებ ხოლმე იმ პრობლემით ერთ-ერთი და ძალიან აქტუალური თემა პირდაპირ ვამბობ, რასაც ძალიან დიდი გულისტკივით მწერე მშობლები, ეს არის კუდაბზიკა მშობლების დამსახურებით გამოწვეული აი სკოლის აუსკოლა იწყება და ფულების აკრბაო ბაღი იწყება, ანუ განცდა იმის რომ სკოლა იწყება და სიხარული კი არ აქვს ხალხს, განცდა აქ იმის რომ დაიწყება ჯოჯოხეთური ფულის აგროვებები. თქვენ რაც გინდოდათ რომ გაიგეთ ერთ ყვავილს გვამადლით არა ბატონო ხუთს მოგართმევთ ოღონდ ყვავილს არც იმ საჩუქარს დაგამადლით ოღონდ წელიწადში ერთხელ და არა ყველა დღესასწაულზე ოქრო გინდა თეთრეული გინდა იქ რაღაცა გინდა იქ რა უკაცრავად ახლა ძალიან დიდი შრომა არის ძალიან დიდი შრომა იდება მოსწავლეებისათვის ახსასვდელებისათვის ძალიან დიდი ამაზე ვინ დაობს გეხვეწებით ახლა რომელი ჭკუა ნაკული მე ვარო აი მაგაზე ვიდაო შრომა არ იდება ახლა ზოგი ისეთი იმისგან არაფერი იდება მაგრამ ძირითადად უმრავლესობისაგან და იმედია უმრავლესობისაგან იდება ხო შრომა ხო და რა თქმა უნდა იმსახურებთ ხალხო იმ თაიგულსაც და იმ საჩუქარსაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს უნდა ხდებოდეს წელიწადში ორჯერ და არა ყველა დღესასწაულზე. თუ თქვენ ადამიანებო გაიგეთ რომ ყვავილზე მაქვს საუბარი, ის ვერ გაიგეთ რომ თქვი რომ თანახმავარ, მაგრამ არა ყოველ დღესასწაულზე. ანუ რა ლოგიკაა, რატო იგებთ მარტო იმას, რაც თქვენ გინდათ და გაწყობთ? და არ იგებენ ადამიანები იმას, რასაც ეუბნებთ და ჩემი შვილი პარალელურ რეჟიმში საუბრობს ჩემთან ერთად. თოჯინას ესაუბრება, ამიტომ ახვიჭუროთ მოთმინებით. აი რა როგორ მიყვარს, ნაციაში მედო და გახმა. გაიყინა. ასეთ ვიდეოს ძალიან ხშირად ვწერ. აი ბანკეტების პერიოდებში ასეთ პერიოდებში. იცით რამდენი კომენტარია დაწერილი? საკმაოდ ბევრი. ადამიანების რომლებიც მიწერენ რომ ჩემი სათქმელი თქვი დავიღალეთ, შეგვეშვით. და ამ დროს ნანწყობენ რომ საჩუქრები აკრძალულიაო. კაი ერთ შესაძლოა სადმე ძალიან კონკრეტულ ადგილას იყოს აკრძალული, თუმცა მაინც ახერხებენ მშობლები გადაცემას, ამიტომ არ გვინდა რა ეს რაღაცი თავის გაგიჟებები, რომ ამდენს ზრუნავ და ერთი ყვავილი გენანება და არ გვენანება, მაგრამ უკაცრავად ერთხელ ყვავილი მიუტანე პედაგოგს. ესეთი გამომგლიჯა ხელიდან სირცხულით მოვკვდი. შეგრძნება მქონდა რომ თავში ჩამარტყა. იმიტომ რომ აღარავის აღარ უნდა შენი ყვავილი რა, ბოდიში ახლა. თქვენ რა გონიათ ახლა ჩვენ ციდან ჩამოფრინდით, მშობლები თუ რა ხდება ვერ გავიგე. ვერ გავიგე ახლა. დედას გებსებთ ყვავილი თუ მენანებოდეს. აი მიხარია კიდეც. რო წაბუხო.
პირობითად ჩემი შვილის პედაგოგს. მაგრამ ზღვარი სადღაც ხონდა გქონდეს ახლა ეს ზღვარი. ახლა ცენტრმოწყვეტილები ვიწრო დავბრივართ. ზღვარი ხონდა გქონდეს. მშობლებს ეზიზღებათ ხალხო სკოლის და ბაღის დაწყება, იმიტომ რომ ჩატში ფულის აგროვების იქით არაფერი ხდება. მოდი რაღაცა ვიყიდოთ, არაფერი ხდება. მოდი ეს აკლიათ ბავშვებს და ისუნდა და ზეიმია და უითუ ეს დაიღალა ხალხი, ხალხო. სულ ფული, ვაფშე უნდა გაუქმდეს ეს ჩატები რა, საერთოდ და ვისაც რა უნდა ის უნდა აჩქოს იმ პედაგოგს და როცა უნდა რა. მე გავაუქმებდი. დავტოვებდი მხოლოდ და მხოლოდ პედაგოგისას, რომელიც გაუზიარებდა მათი შვილების ყოველდღიურობას თუ ყოველკვირეობას თუ არ აქვს მნიშვნელობა რას. გაუზიარებდა მათი შვილების გადადგმულ ნაბიჯებს. და ეს გრძელ ტექსტებიანი ისინი საერთოდ უნდა გაუქმდეს. ასი კომენტარიდან ორი რო არ მეთანხმება ეგრესი ბრალია. ანუ რას ნიშნავს? დედი, მიდი შოკოლადი გამომიღე, ჩემ თავს გაფიცებ ცოტა რა. მიდი დედას ლამაზო. ხო, კაი დედიკო, გამომიღე. მარიკო, გთხოვ გამომიღე ყავას მივაყოლო რა. გადამაყოლებს. კაი დედიკო, მაგდენი გაქვს შვილო, მაგდეს რა შეგაჭმევს? ხომ არ გადარეულ ხარ? შენ ეკვერცხი მიირთვი გირჩევნია რა. წაიღე დედა არ დაგნეს, წაიღე. ასევე მნაწყავდნენ ბანკეტებზე რო ჩავწერე. არ მართალი? ხალხო, შუბიდე მეტი პედაგოგი რომ იყავთ. მშობლებო. და თქვენ ვერ მიდიხართ. იმიტომ რომ აბა პედაგოგები მიდიან და თქვენ სადღაც ახვალთ და ფული აღარ ყოფნით. ცოტა რომ დაუკლოთ, დაპატეჟებს და ყველა არ წაიყვანოთ არა? სხვათაშორის ბევრმა სკოლამ გააკეთა რომ მარტო დამრიგებელი წაიყვანეს და დასრულდა. სამაგეოდ ყველა მშობელი იყო. შეძლეს მშობლებმა მისვლა. ბევრ სკოლაში ვერ მოხდა ეგ, იმიტომ რომ პეროები იყვნენ და რას ქვია, ყველა უნდა წავიყვანოთ. თურმე დამრიგებლებმა თქვეს რომ ან ყველა ან არავინ რას ქვია და სულ ფეხებზე ეკიდა იმას, ხო? ვინმე მშობელს ქონდა თუ არ ქონდა. და ძალიან ბევრი მშობელი ვერ წავიდა. ეგ არის პერო. და ეგეთი პედაგოგები საერთოდ არც უნდა არსებობდნენ. დავუდო ვიღაცა ზოიას ფული და მე ვერ წავიდა ჩემი შვილის ბანკეტზე, რა მაგარია. ჩვენ აჩუქარე ოქროულით დრო იყო ჩემ ბავშვობაში იმ პედაგოგებმა მე შვილები გამზითვეს. სიებით გადაიცემოდა. და ვისაც დადებული არ ქონდა, მე იმისთვის ავტორიტეტი არ იყავი. და თქვენ რაზე მელაპარაკებით? სად ხდება ეგ? მე ხო შემოგითვალოთ. თქვენ თვითონთ რო კარგად იცით ეგ ასაკ. ასე კარგად გოგოებო ყავთ დიდი ხანი აღარ დამილებ, აი. შევიდგე. მამამიშაროს კაცონერია. არ ხდება რა. რას მელაპარაკები? ერთი წამი. წყალს დავლევ და მოგხედავ, კარგი? აი ტექსტები, მშობლები რომ წერენ. ბოდიში დოდონა ვერ ვაზიარებთ, იმიტომ რომ
მერე პედაგოგებისთვის რაღაც ისე იქნება, თორე შენ გაიხარე მაგ ვიდეოსთვის. თორე ბევრი არიან, ხო? ამიტომ გავითვალისწინოთ ის ადამიანები, ვისაც უჭირთ ხალხო. თქვენი ჯიბით ნუსაზღვავთ ყველა მშობლის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასე არ არის რა. დილამშვიდობის. როგორ ხართ? შვიცოკლია 15. მე დიდი ხანია უკვე მხვიცავს. შხაპი მივიღეთ. მოუწესრიგდი. მამა ჩემი გიტარას უკრავს, ოღონდ არ ვიცი გესმის თუ არა ხმა. ოღონდ ის რომ ჯერ ისე სინავს ხალხს ეგ არ ამუშავებს. მეთქი მამა ხალხი არ გააღვიძო იქ მეზობელს ზინავს თუ იმას. მაგრამ რა ვქნათ. ხმა დაბლა უკრავო. გამომიცხადა მამა ჩემა. ამოჩემებული მაგოგოებო. ოფიციალურად ყოველ დღე მიკეთია ესა. მოიცეთ. ყოველ დღე და რატო გეტყვით? ისეთია რა, მიმჯდარი ყურზე და ჩამოგეკიდება ბავშვი თუ რაღაცა დიდად არ ეხლა თუ ჩამოგგლიჯა ხო, მაგრამ სხვა შემთხვევაში არ გაწუხებს საყურებას, ასე რომ თქვა. და მაგიტომაც მიკეთია. პირველის ნახევარი იყო რომ დავიძინე. რაღაცა კინოს უყურებდი და მერე გამორთე დავიძინე. ვაიმე, რამდენი მაღვიძარა გიყენიათ ხალხო? თქვენ. ზოგადად მე მიყენია სახლში 3 მაღვიძარა. 2 მაღვიძარა ჩემი ტელეფონები და 1 ჩემი მეუღლის. გაგანია 7-15 წუთზე კივიან 3-ვე ერთად. მე ეს ჩემი ქმარი წამოხდება კაქტიში. აუპეტურება კაქტიში. თუ სამ გაუმეღუძებო ხორე კავენ ბოლო ხმაზე მაგაწეული. ვეუბნები კაცო. ხოდა გამოფეხმის. მაგრამ აი ავტომატურად ეგრევე წამოვხტები ხოლმე, მაგრამ მაინც ხორწყარიალებს. რა ვქნა გასმით? ვეგავიგე ხლა. აქ რაღაცა საშინელება მაქვს გამობმული. ჩემი ტინტი სულს ღაფავს. თვის ბოლოს უნდა ვეწკიდო. რატომ მიყვარს სიგრილე? არც სახემისველდება. არც ჩამომდის, არც კონსილერი, არც პომადა. არიან თავისთვის ბედნიერად ცხოვრობ. ჩემს სახეზე. ჩემი ქმარი მეუბნება ძილს, იმიტომ იმოკლეფო, რომ აეგინი წაიღო სახეზე. ადგით. ისედაც ფინირად გამყურებები, დიდი მადლობა მივთხარი. კომპლიმენტისთვის, მაგრამ ჩემი ქმარი ვერ იტანს ზედმეტად სახეზე ბევრ რამეს, აი ძალიან ბევრი რამ მივდიდი რა მოგქათ მისვი აქ. ეგრე არა მაქვს ხალხო. აქ ეგრე ჩანს უბრალოდ. ეხლა ამას დავტოვებ როგორც არის გოგოებო. და წასვლისას გადავანაწილებ კარგად. ან წასვლო, ან ცოტა ხნით ადრე. რა იმას ქნას რა ქვია. გაფერმკრთალდეს შედარებით. ხაკეთ ცოტა ბევრი წავისვი აქეთ ცოტა და მოდი აქეთ დავამატოთ. მერე რომიანეს რო გადავისვამ, თავისთავად ესე აღარ არის. თავი ფარაში და. მაგრამ აი მომძურება.
ვერ იტანს მოკლედ ჩემი ქმარი ბევრი რამე, რომ უსვია ადამიანს განსაკუთრებით წითელ პომადებზე მეტყვის ხოლმე. მაგაზე კვეთრი ვეღარ იშო. რაუნები ხოლმე რა გიხდება ძალიან. არა კაცო ხა შენ თუ მოგწოს და გიხდება. ნატურალური მოწოს ყველაფერი. ჩემი ძმის არ იყოს. დიდად ჩემი ძმასაც არ უყვარს ზედმეტი რაღაცების სახეზე. აი შპაკალს რო ეძახიან ხოლმე. რო აგიხსნათ. მე ხარ ავთვლი რომ შპაკლი მისვია, მაგრამ კაცისთვის უკვე შპაკლი. სუპერკეთი. ამ თმას რა უყო ჯერ ვერ გადავწყვეტე. თუმცა როგორც ყოველთვის ღამე ვეცი ხოლმე თმას რა უნდა უყო, მაგრამ რაღაცა დღეს არ ვიცი. დედა ეს რომი ერთი 8 წელი კიდე მე ცოცხალი დავიტარო აგრა. რა ვქნა მიყვარს და მე მიჭირს ხოლმე სხვებზე გადასვლა. ადრე სხვაც მქონდა და ის დავცალე კიდე ამას დავუბრუნდი, იმიტომ რომ ის ისე არ მომწონდა. მე ვთხარი მე რო ვდგები ადრე რომ თავი მომწესრიგო, იმიტომ რომ მე ასე მომწონს. თორე მოწესრიგება უცებ კი არ არის, შეიძლება აი ისინი წაისვა, მაგრამ დაყურებულმა იარო. მაინც მე ამას მოწესრიგებაში კი არ ვთვლი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ჩემთვის ესეც არის, რომ დიახაც რომ მოწესრიგებაა. თორე ვაიზემზე ეს არის მხოლოდ მოწესრიგება, მე ვთხარი კი არ ვიძახი. რავი მომწონს მე ვთხარი და მაგიტო. სტრო ფერი შეცვალოს. სუქიშდება ხო. რო არ გეზარება. შენი ნერვები მომცა. ვთხარი არ გინდა ჩემი ნერვები. მე ვერა ვარ კარგად, მე ვთხარი ჩემი ნერვები არ გინდოდეს. ვიციო. თმა როგორც ხედავთ, აკაპიცებული გახლავთ. კონტური წასმული გახლავთ და ტინტს დავიმატებ ცოტა ხანში რომ მეგიასთან იდედა 7 ხდება. მაგრამ რადგან დღეს მორიგი არ ვარ, ცოტა გვიან გავალთ შედარებით სახლად. მე დედა აქრანაირად მაქვს, აი არ ვიცი გოგოებო როგორ ვარ იცი და ერთი ღერიც რო არ მომეწონოს თავზე, აი ხა არ მომწონს და მე რომ და თავიდან გავაკეთო. არ გავალგარეთ. აი ეგეთი დამპალი ხასიათი მაქვს. აი მე რო უკვე მოუწესრიგდები სახეზე და სხვა დანარჩენზე, სანამ ჩავიცმევ, ვავეძებ მარიკოს. იმიტომ რომ ჩაცმული რო ვარ, უკვე ვეღარ ვაცმევ ხოლმე მარიკოს, იმიტომ სველდები სანამ ამას ვიჯიკავები რო ადგეს. ამას მეორე პირიც უნდა, ხა მკვეთრად ჩანს, მაგრამ ეს ასეთი არ რჩება ბოლოს. ნეტა ასეთი რჩებოდეს. იმ დღეს ბაღებზე რომ საუბრობდი, გოგოებო გამომრჩა ის თემა, რომ არიან დედების ის კატეგორია, რომლებსაც ბავშვების წაყვანა ეზარებოდ ბაღში და ამიტომაც არ დაყავთ. ერთი კატეგორია ეგეც არის და ვიდეო რო ამომიგდო. იმ დღეს ჩემი მაშინ გამახსენდა, რომ ეგ გამომრჩა, რომ მე თქვა. კატეგორია, რომლებსაც ეზარება დილით ადგომა, იმიტომ რომ ბავშვი ბაღში წაიყვანონ და
დარწმუნებული ვარ, რომ მეთახვევით რო ეგეთებიც არსებობენ. მეტა სკოლაში რასიზავენ. ალბათ ილოცებენ, რომ მეორეს სმენა იყოს. მომზადეთ და ჩავწოთ. ამ ყველაფერმა უნდა გამიცილოს საღამოს 7-მდე. და ვნახოთ რასიზავს. ახლა დაიწყო სკოლა. მშობლებო გილოცავთ, გულით, სულით, თირკველით, ნაყველათი და ყველაფრით. აღთოვანებას ვერ მალავ. გილოცავთ, ამინ. ახლა ბალღებო, აბა თქვენიცით. ახლა მშობლები სულო იმდენს ხარჯავენ თქვენთვის, ხო? აბა ფონდის ფულო და აბა ოქროს ფულო და აბა თეთრეულების ფულო და აბა კაცი და აბა კუცი რო ახლა ისწავლეთ და განათლდით და გამოადექით ქვეყანას, ხო? მშობლებო, თამამად შეგიძლიათ დაუბურყოთ სახლით, როგა სკოლა დაიწყო, ბაღები დაიწყო, ყველაფერი დავიწყეთ. აღთოვანებას მიერთო მაღალოს რა ქანაობს. აღთოვანებას ვერ მალავ. ხო და ისა დავიგე რომ ზოგსკურაში ფორმები იმას უქნიათ რა. ფორმები დადიან უკვე ბალღები და იმედოვნებ რომ ის არის. არ დამჭირდება კალასაჟვანუკი რომ ყველგანა შემოიღონ რა, რომ არ იყოს მერე რომ აიმე იმას ესაჩვა მეჩმიდა დედიკო ისეთი. არა, ყველას ეცმება ერთნაირი ხო? ხო და ხალხო, აბა თქვენიცით, მოუფრთხილდით ბალღებს, მოუფრთხილდით დედების ნერვებს და ვაფშებს ერთმანეთს გაუფრთხილდით. ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ხალხო ერთმანეთს, ხო? თორე ვაფშებ ფეხებზე ვკიდივართ ყველას, ხო? არა თქვა ხა ეგრე არ არის. ყავაც მაგ დავლიე. ახლა უნდა გავაბრუნო იქნება ვნახოთ ისა მილიონები ხო არის შოება. ხალხო, ახლა თუ მე რაღაცა ნაპერწკალი არა გაკეთებული. დგავარ ყავასთან, დავადგი მადუღარა, ავანთე გაზი, დგავარ მოწიწებით, მე როგორც შემეფერება თავმაღლობად. კონსილერად წავისვი, დგავარ და ვუყურებ. ამოდის ყავა. რეაქცია არა მაქვს. ამოდის რა, იფქვევა. მითურამი არა მაქვს ახლა გაკეთებული და ან ვინმე შალი არ მეცა, ან ვინმე ჩხიბა მათ ჩემი სურათები არ აწრია სასაფლაო, რა მჭირს. ხო? სვავ კითხვას, რატო ამომთის ყავა, როცა ვადგავარ, თავზე. არ ვიცი, ვირა გამიკეთა, ერთ უნდა წავიდე კითხა და ვაიმე. თუ გიპოვე, ხო?